პირდაპირ ეძებენ სიტუაციებს, რომ ვიღაცა გადაარჩინონ და თუ ეს სცენარი აქვს, მაგალითად გოგონას, ხო? აუცილებლად მოიზიდავს შეყვარებულს, ან ლოდს, ან ნარკომანს, ან მოთამაშეს, რომ ის უნდა გადაარჩინოს თავისი სიყვარულით და ის უნდა გამოასწოროს. და უამრავი ახლა მე ამდენი წელია ვმუშაობ, 23 წელია უკვე ვმუშაობ ადამიანებთან. იცით რამდენი შემთხვევა მომისმენია, რომ გოგოს ასე დაუწყია ბიჭთან ურთიერთობა და თვითონ განარკომანდა, გახდა მომხმარებელი. თვითონ. არა და მისი ხო გადარჩენა ამ ბიჭის თავიდან, მაგრამ მე იმან გაასინჯა ის პლანი მოაწევია, ამას მოეწონა და მე გაჩნდა დამოკიდებული. ძალიან ბევრი შემთხვევაა. აი ვერც წარმოიდგენთ იმდენ, მაგრამ თავიდან იყო გადარჩენა ამ ბიჭის, მეტი არაფერი. ეს უნდოდა. მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოვა ვინვის გადაარჩენს, ესე იოლი კი არ არის. მთელი ფსიქოთერაპია ჭირდება, რომ რაღაცა დამოკიდებულებისგან გამოიყვანო ადამიანი და ყველაზე ხანგრძლივი ფსიქოთერაპია მაგათ ჭირდება. იგ 2 და 3 მოსვლა არ ყოფნა. ეხლა შენ ჯერ ესეთი ცოლი არ უნდა შევიდეს ფსიქოთერაპევტის როლში, ეს ანგრევს ურთიერთობას. დავიწყოთ აქედან და კაი რომ შედვიდეს არაფერი შედეგი არ ექნება. ვინს გადაარჩენ, ვის ხო და ასევე ბიჭები ხშირად მქონია შემთხვევა, რომ მოსულან და აი სამი შეყვარებული ყავდა, სამივე დეპრესიული, უმამო, საშინელი ბავშვობის ტრამვები და ამან უნდა გადაარჩინოს და ამაში ხედავს აზრს. და აი უხარია რომ აი ჩემ შეყვარებულს მამა რო არ ყავდა, მე გაუწევ მამობას, მე გადავარჩენ და რა მამობას და თაობეცაწყელი იწევლის მერე, რომ ეს ვის გადავეკიდე და მომეხმარეთ, რომ დავიხსნა თავი ამ გოგოსგან. ვერავის ვერაფერს ჯერ ესეთი არც აქვს ეს ფსიქოთერაპიული ცოდნა და რანაირად, აბა ერთი შემთხვევა მქონდა ის ახლა ცოდნაზე გამახსენდა, რომ ქართველი ბიჭი მოვიდა და ეს გამიკვირდა, იმიტომ რომ არ არის ხშირი ესეთი რაღაცა, ქართველს რაღაცა უფრო აქვს ეს ღირსების ცნობა რაღაცნაირად, ხო? და ამოჩნდა რა, რომ ყავდა რუსი შეყვარებული, რომელიც ცემდა ამ ბიჭს. საინტერესო რამეა. ხო და ეს ითმენდა და რატო ითმენ მეთქი და მე მაგასო ესე იგი მოძალადე მამა ყავდაო მითხრა, რომელიც ბავშვობაში დედაზე ძალადობდა, ეს ტრამვა აქვს და ეხლა ის მამას რო არ რა თქმა უნდა თუ არ აპატიებ მშობელს, შენც იგივეს გაიმეორებ, ეგ ფსიქოლოგიური კანონია და ეხლა ის მამის იმას იმეორებსო და მე მგონია რომ მე მოვეხმარები ამის განკურნებაში, აი ჩემთან რომ ამას დაიკმაყოფილებსო, განიკურნება ამ ტრამვისა. გესმით? აი როგორ შეცდომაში იყო შესული. და ასისხლიანებდა ის გოგო. კი. აი ხო წარმოუდგენელია. ხო და არ ვიცი, აი ისეთ შეცდომაში შეიძლება შევიდეს ადამიანი, როცა ეს ელემენტარული ფსიქოლოგიური ცოდნა მართლა ყველას უნდა კონდეს რა, რომ იმას დარწმუნებული იყო, რომ ამითი იმის ტრამვას განკურნავდა. ამ დროს ნუ აი სრული აბსურდია, ხო? მაგრამ იმას ესე ჯეროდა. ამიტომ აი სკოლაშიც, უმაღლესშიც ეს ელემენტარულ დონეზე მაინც აუცილებელია აი რაღაცა ელემენტარული ფსიქოლოგიური განათლების მიღება, რომ თუნდაც შვილი არ დააზიანო, შენ თავს თუ გადადედა, შენ თავი აღარ გაინტერესებს, თუნდაც შვილი რო არ დააზიანო, ხო?